გამარჯობათ პატივცემულო მსმენელებო, მაყურებლებო, როგორც იცით, ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის ძალითაც სოციალურ ქსელებში არაკორექტული გამოთქმისთვის შეიძლება ადამიანი დაჯარიმებული იქნეს, ან და სულაც პასუხისმგებაში იქნეს მიცემული. ჩვენ ამ თემაზე გესაუბრეთ, ახლა მხოლოდ იმიტომ ვამახვილ ყურადღებას, რომ ამ კანონს ყავს პირველი მსხვერპლი, ასე ვთქვათ, პირველი დაჯარიმებულები, ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ არაკორექტული გამოთქმისთვის დაჯარიმებული ადამიანები. ამით ხელისუფლება ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს, ერთი იკეკლუცოს დასავლეთის წინაშე და თქვას, რომ მე როგორი დემოკრატი ვარ, ხო ხედავთ როგორ ვიცა უფლებებს, ჩემი უპირველესი მტრის და კონკურენტის და მეტოქის შეურაცხყოფის უფლებას არ ვაძლევ არავის და მეორე, მისი ძირითადი დანიშნულებაა მოსახლეობის ტერორი. ძალაუნებურად ადამიანი ფიქრობს, რომ თუ კი მე ხმას ამოვიღებ, თუ კი თავის მოწინააღმდეგის წინააღმდეგ გამოთქმული რაღაც აზრის გამო, არაკორექტული მიმართვის გამო სასჯელია, მაშინ რა მომივა მე, თუ კი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიღებ ხმას. მეორე საკითხი, რომელზეც ჩვენ გვინდა დღეს გესაუბროთ, არის ნეიტრალიტეტის თემასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც ჩვენ ხელმოწერებს ვაგროვებდით და ვესაუბრებოდით ნეიტრალიტეტის თემაზე, ამას გარკვეული წინააღმდეგობა მოყვებოდა გარკვეული პოლიტიკური წრეებიდან და გვეუბნებოდნენ, რომ ეს წარმოუდგენელია, შეუძლებელია და ასე შემდეგ. მაგრამ გადის გარკვეული დრო და საქართველოში იქმნება ორგანიზაცია ნეიტრალური საქართველო. გასაგებია, რომ ეს დამოუკიდებელი ორგანიზაცია არ არის და ეს სახელისუფლებო ჰიდრის, სახელისუფლებო გველეშაპის ერთ-ერთი თავია, რომელმაც უნდა გაახმიანოს გარკვეული ერთი მიმართულება, მაგრამ მაინც ამ ყველაფრიდან საინტერესო არის ის, რომ ამ ბოლო დროს ხდება გარკვეული გააქტიურება ამ თემის წამოწევა და ღია ეთერის საკმაოდ ფართო დათმობა. აი ამ თემებზე გვინდა ვისაუბროთ, რა ხდება, რას უკავშირდება ეს, რასთან შეიძლება გქონდეს საქმე და შემდეგ უკვე შევხედოთ უკვე დრო რა საშუალებას მოგცემს შესაბამისად მოვიქცევთ. კახა დავიწყოთ. მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. მოკლედ რომ დავიწყო, ხელისუფლება ახლა ჰიდრა თუ არა ფაქტებს დავალაგებთ და დასკვნები თვითონ გამოვიტანოთ. ჩვენ არ გვინდა რომ იყოს ჰიდრა, არ გვინდა რომ ვადრიდეთ მას მხეც და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ფაქტები რეალური მდგომარეობა ყველაზე უკეთესად ღაღადებს სიმართლეზე და სინამდვილეზე. ხო. აქ არის სისტემური პრობლემატიკის საკითხები კაპიტალიზმის პირობებში. კაპიტალიზმის პირობებში ერთეულებს ეკუთვნით მთელი სიმდიდრე ეროვნული რესურსი. ხო? ასიმეტრიული გადანაწილება კაპიტალიზმის ძირითადი ღერძია. კაპიტალიზმის დროს ყველაფერი იყიდება კომერციაში ტარდება და ხელისუფლება ნაყიდია, მითვისებულია და ემსახურება მდიდარი ოლიგარქების ინტერესებს. ამ შემთხვევაში სტაბილიზაციის შენარჩუნების მიზნით მოიფიქრეს დემოკრატიის თამაში და ამან კარგა ხანი იმუშავა 200 წელზე მეტი. მუშავა, მაგრამ დრო მოვიდა და ეს უკვე ცვდება. კიდევ რა ახასიათებს? ესე იგი, თუ ეს ამ კარტის თამაში საზოგადოებასთან უკვე ცვდება, მაშინ გადადის უეჭველად გადადის დიქტატურაზე. აქაც არის კიდევ ერთი სხვა ნიშნული. ორი ტიპის დიქტატურა შეიძლება წარმოიქმნას. ერთი, რომელიც საზოგადოებას თავაზობს ფაშიზმს. იცი რა, გავაფართოვოთ ჩვენი გავლენის სფეროები, შევიტანოთ ცივილიზაცია მსოფლიოში. მოვახდინოთ კოლონიზაცია.
ჩამორჩენილ ხალხებთანაც შევიდეთ ეს ლამაზად გაფორმებული, ანუ ვაწარმოოთ დაპყრობითი ომები, მოვიხმაროთ სხვების რესურსი, მივითვისოთ ხალხო და გვეყოფა ახლა ბოლო-ბოლო დავინაწილებთ. რომ მე გემბანზე კაცი მჭირდება, იქ პლანტატორი მჭირდება, შორტის დამდგმელი და ასე შემდეგ და ჩვენ დავსაქმდებით ხალხო, არ არის პრობლემა. აი ანგლოსაქსონებს, ინგლისელებს გვეყოფა რა ეს დედამიწა. ზიარ ჩადის და ანუ კოლონიალიზმის მიმართულებით ფაშისტური დარასმა, ну იდეოლოგიური გამართლება რომ მე ცივილიზაცია შემაქი მათთან. ვაჭრობას ვამყარებ, ლამაზად ფორმდება და დიქტატურა, ну რა არის საჭირო? ესე იგი გარკვეულწილად სამხედრო რელსებზე უნდა გადავეწყოთ და ხარი აიტანეთ არაუჯის პატარა დიქტატურული რაღაცები. ამ პირობებშიც რა თქმა უნდა დემოკრატიის თამაში კვლავ შესაძლებელია, რაც ღრეჩო რჩება, რომ იქ ორი პარტია იცროდეს, ხან ლეიბორისტი მოდის, ხან კონსერვატორია ამერიკაში როცა. ხო. შემდეგ თუ ვერა მოხერხებადი სხვების დაპყრობა და თვითონ ხარ უკვე დაპყრობილი, ეს დემოკრატიის თამაში შორს ვერ წავა. ამიტომ ხელისუფლება თავისთავად დგება ამ ფორმაციის პირობებში ოლიგარქი. რაღაცით უნდა დაიჭიროს ეს მასები, რომ კონტროლი არ დაკარგოს. ეს უსამართლობა იყოს შენარჩუნებული, ეს ასიმეტრიული გადანაწილება, ეს ექსპლუატაცია, ძარცვა და ძარცვის ხარჯზე ცხოვრება და ძარცვას ვერ ახდენს სხვა კონტინენტები, სხვა ქვეყნები, შენივე ქვეყანა, სხვების ძარცვის ობიექტი და ძალიან მარტივად შეიძლება მოვთვალოთ, რაში ვიძარცვევით, რა გადის აქედან დახურული ჩალის ფასად და ასე შემდეგ. და სადაა კიდე სამუშაო წასული აქედან ადამიანი მონურად, ანუ სამჯერ, ორჯერ გაცილებით იაფად სადვე მსახურებით და ვის ქვეყანას, ვის სიმდიდრეს ვაშენებთ, ხო? ხო. აი ამ პირობებში არა ნელ-ნელა მას ჭირდება გარკვეული მტრის სურათის დახატვა, რომ იცი რა ის მტერი მოდის და ახლა ის მტერი რომ უნდა ხონდა შევბოჭოთ რა ხალხო. აგენტები არიან, ისინი არიან, ესენი არიან, კი ახლა აგენტს რა დალევს, გამბრიყვებელს, გარედან შემომტევს რა დაგვილოს მithumetes რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და ცდილობს რომ ისეთ არად გამოიყენოს, რომ დაამყაროს დიქტატურა. და ეს დიქტატურის დამყარება არა მარტო პატარა ქვეყანის ტერორს საქართველოს შეხედასაც უყურებს, მთლიანად მსოფლიოს ედება. ეს ტენდენცია იგრძნობა, რომ მართველ წრეს რო გაუჭირდა, მართველ წრებს, ცდილობენ რაღაცნაირად ეს დიქტატურისკენ წაიყვანონ და ეს დემოკრატიის თამაში ხალხთან და საზოგადოებასთან დაკეტონ. სანამდე მოტყუება და დემოკრატიის თამაში გამოდიოდა, მაგრამ როცა აღარ გამოდის, ახლა სხვა გზა არჩევა. მაშინ მათქახი. ამიტომ თვისობრივია და ერთნაირ წრეში უნდა იქნას განხილული ის რაც აქ ხდება, ეს რაც თავშოთ შტატებში ხდება, რაც ევროპაში ხდება. ხო? ევროპაში დიქტატურა. სოციალურ ქსელში თუ ისეთ რამეს რაც გაბატონებული იდეოლოგიას არ მოწონს იჭერენ. ჩვეულებრივ იჭერენ. იქ რა არის ევროპაში ნოერ პირველ საკითხად რა დაყენებული, რომ თეთრი რას უნდა გაქრეს. იქ უნდა მოხდეს აღრევა. აბა მოიგე იქ რაღაცა გადარჩენ და გიჭერენ. ნუ ამერიკაში ტრამპი უყურებთ რა როგორ არის. რა დააკანონ, რისი დაკანონება უნდა მთელ სოფლიოში უნდა ყოველგვარი სამართლებრივი ასპექტების გამორიცხვა და ძალის სამართლის დამკვიდრება, ხო? მოვიტაცებ, მოვკლავ, თუ არ მომისმენ, მოვკლავ, ვინც მე არ მისმენ და ცოცხლები აღარ არიან და მაფიოზი, ქურდი, ყაჩარი, ბანდიტი, ცნობიერება და ამის დამკვიდრება და ახლა იდეოლოგიურ წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რაც არის ამერიკაში. რა იქ დემოკრატიას 200 წელი ეთამაშებოდა მსოფლიოს და თავის ხალხს და ახლა ეს როგორ ჩაძეს და იგივე პრობლემატიკის წინაშეა საქართველოში არსებული ხელისუფალების. ესე რომ არ ხუმრობენ. რა ვის რა გამოუვა საბოლოო ანგარიში. ხეთის ცნობიერების მატარებელი საზოგადოება დაინგრევა და წამოიქცევა ყველა მდიდარის კოშკი საბოლოო ანგარიშით. ეს გზა დაღუპვისა. ესე იგი ამით დაიჭერ თუ ვერ დაიჭერ, არ არის საკითხი. ჩვენთვის არაა საკითხი. ჩვენ ვიცით ბოლო რა იქნება. ბოლო იქნება კატასტროფა მაინც. ვერ დაიჭერ. რატო დროა შეცვლილი. აი ბოლო დროს სოფლიოში მიმდინარე ამბები სწორედ მაგაზე ღაღადებს, რომ დრო შეცვლილია, რასაც გეგმობ ის ისე აღარ ხდება.
ამიტომ ეს დიქტატურა ახაც უნდათ სერიოზულად მიიწევენ. ერთი შეხედვით რა ახლა ადამიანის პიროვნული შეურაცხყოფა განსხვავდება არა და თუ რაღაცა უკვე სისხლის ამოდის პასუხისმგებელი, ხო? ჯერ ერთი განსხვავებაზე გადაგვიყვანეს მთელი ქვეყანა. ავიღოთ ფილმები, ავიღოთ ტელეეთერი, რა როგორ მიგვაჩვიეს და ფროიდიზმზე აგებული დასავლური ბოდიშთა ჩახტილები დარბიან ეგა მაგათი გეი პარადები, ხო აჩვენებ. რა ვიცი ახლა გინება არ გინება ეს თემა საერთოდ როგორ არის რთული გამოსარკვევია უკვე რა სურეალისტურ ნახატში რო არეული ხაზები ერთმანეთში გადახურდა და ვერ გაიგებ ხო ახლა ამ დროს უცებ გამოდის და ფაქტურად ზნეობრივ კონტროლს გიწესებს ხელისუფალი პოლიტიკურ საკითხებში ნელა მძიმე დიქტატურისკენ გადაადგილებას იწყებენ ასეთი შემოვლითი და შემოპარავი გზებით. შედეგი მოკლედ შეიძლება ვთქვათ, რომ კრახით დამთავრდება, რამის რაც ჩაფიქრებული აქვს, იმის მიღწევა შეუძლებელი იქნება. მაგინებელი კი არ დაელება, მოიმატებს. აქ თუ არა ვინც გარეთ არის, იქიდან ისინი მოუმატებენ და ათმაგად მოუმატებენ. ახლა რაც შეეხება ნეიტრალიტეტის თემის ამოწევას, რა თქმა უნდა თვალყურს ვადევნებთ, რომ ხელისუფლებამ თავისი ნაწილიდან ნეკნი გამოიღო და თვითონვე შექმნა. ამას აქვს თავის დადებითი ხარეც, რომ მართვის სახელმწიფო სიმაღლიდან საზოგადოებაზე ზემოქმედების საშუალებებში, რასაც ის აკონტროლებს და თავისია, თავის ტელესივრცით, ამ სიტყვის შემოტანა დაიწყო, რომ აი ნეიტრალიტეტი თურმე კარგია, თურმე სწორია, თურმე არასწორი კურსია. ხელისუფლება თავის თავს თვითონ უწყობს კრიტიკას, მაგრამ ძირითადი ნაწილი პრემიერით რაც წამყვანია, ხო? რა თქმა უნდა, კონტექსტიდან ამოვარდნილი, მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტიდან ამოვარდნილია, რატო? არ შეიძლება პატარა ქვეყანა მხარედ გადაიქცეს ამ დიდ უზარმაზარ მსოფლიო ჯარში, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა მაშინ უნდა მოისპობა და განადგურდება, ეს ერთი. არ შეიძლება თუ იმდენი არ გეხლა ლანძღვაგინებაზე აკრძალო. ქვეყანამ შეიძლება რომ მეორე ქვეყანა ლანძღოს, თუ საზოგადოებაში კაი კანონის რა მოყვება ამ ლანძღვას, ამ დიპლომატიური ნორმების დარღვევას, თუ დიდი ტვინი არ აქვს მაინდამაინც იმას მაინც ხოვნახდებოდა, რომ შენ დიდი ქვეყანა არა ხარ და პატარა ქვეყანა თუ გინდა რომ გადარჩენ ასე კონფრონტაციულ დაპირისპირებულ კეკელკურ ჭორიკნულ აგდებულ და ასე შემდეგ ურთიერთობები არც ერთი მიმართულებით არ შეიძლება, არც ევროკავშირის მიმართულებით შეიძლება, არც ამერიკის, არც ახლობელი აღმოსავლეთის, არც რუსეთის, არც ჩრდილოეთის არ შეიძლება. აი აქ საინტერესო ის არის. კაი გინება და ესეთი მიმართვები და მოხსენება არ შეიძლება, ხო? არა კორექტული. ხო. მაგრამ ვიზა შეიძლება და ვიზა არ შეიძლება, მაგაი ვინ უნდა განსაზღვროს. სავსე სოციალური ქსელები ზოგი დასავლეთს ლანძღავს, ზოგი რუსეთს ლანძღავს. ანუ აქ მხოლოდ პიროვნულზეა ლაპარაკი. თუ თლიან ქვეყანას რო შეურაცხყოფას აყენებ და თლიან ერთს რო შეურაცხყოფას აყენებ, ის არ არის დასჭადი? თუ როგორ ხდება? კი ესეთი როგორ ვთქვა, აბსურდულ მდგომარეობამდე მიდის ვითარება. ხო? ხელისუფლებას რო ლანძღავთ, მარტო მაშინა დაგვიჭირო, მე დაუხშათ ახლა ვლანძღავ რუსეთს. არა, ეს კარგია? შეიძლება მთელ ქვეყანას ევროკავშირს ვლანძღავ. ლანძღვაზე თუა და ამერიკას ჩინეთს ირანს ვლანძღავ. აი აქ როგორ ავართ? არა და როგორც ზუსტად ასე ჩემოჯემალი რომ ეს გუნდ-გუნდად დაყოფილი ჯგუფები უშვერი სიტყვებით მიდიმო შეზღუდვა უნებრივად უნდა კონდეს ეს მოხსნილი და ქვეყნებიდან მილიონობით და მილიარდობით სივრცეები ლანძღება რაღაცა ესია და მეტი დაფიქრება საჭირო, მოკლედ ვთქვათ და მეტი დიპლომატია საჭირო
და მართლაც უმაღლესი დიპლომატია საგარეო კურსის თვალსაზრისით არის უმაღლესი დიპლომატია, რომ გადარჩეს, არის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. მართალია, სწორედ მიდის მსჯელობა, რომ ნეიტრალიტეტი ეს არ არის ახონჩით მოგერთვას და ამ შრომა უნდა. მუდმივი ანალიზი უნდა, ძალიან რთულად განსახორციელებელია და რაც მთავარია, მხარდამჭერები გჭირდება, ვით ნეიტრალიტეტს, ვისაც ნეიტრალიტეტი მისაღები იქნება. პატარა ქვეყანა ხარ, გჭირდება ის მხარდამჭერები, ეს განსაკუთრებული სტატუსის საკითხებზია კიდე აქ საუბარი, რაზეც არ ვშელობენ. ერთი მხრივ არის ეს დადებითი მოვლენა, რომ ესე იგი ეს თემა შემოდის, მაგრამ თუ სოფლიოში სხვა კუთხითაც დიდი ცვლილებები არ წავიდა. ხედელობაში მაქვს ფორმაციული ცვლილებები და ზოგადი მიდგომები. კაპიტალიზმის პირობებში ნეიტრალიტეტი, რეალური ნეიტრალიტეტი, ახლა იმაზე არ არის, რომ დაჭირდა და რომ ქვეყნები გამოაცხადეს ნეიტრალურად ისის დროებით, როცა დაჭირდა რუსეთის საწინააღმდეგო ასამოქმედებლად აგერ უცების ქვეყნები აღმოჩნდა, რომ აღარ არის ნეიტრალური და აგერ ფინეთმა განცხადებაც კი გააკეთა, რომ პრეტენზია აქვს ატომური ბომბის ქონას. რეალურ ნეიტრალიტეტზე მაგლაბარე. კაპიტალიზმის პირობებში პატარა ქვეყანა რო ხარ და სოფლიო აი ამ ძარცვაგლეჯვაში. იცი რა მე ნეიტრალური ქვეყანა ვარ და ნუ შემეხებით ჩემ წიაღის სეულს და იმას არ შეეხოთ ჩემ სიმდიდრებს, მე ნეიტრალური ვარ. ეს რამდენად მიღწევადი, რამდენად მისაღებია. აღმოჩნდა რომ თუ სხვა სიომ არ დაუბერა. სხვა იდეოლოგიური ცვლილება არ წავიდა, ზოგადად მიდგომა არ შეიცვალა. ფორმაციული ცვლილება არ წავიდა და კაცობრიობამ ცოტა სხვა გეზი არ აიღო. მაშინ რამდენად მიღწევადია ნეიტრალიტეტი კაპიტალიზმის პირობებში და მეორე. კაპიტალიზმმა დაგვანახა, რომ 35-36 წელში მიდის ერების განადგურება და მათ შორის ყველაზე პატარა ერების განადგურება პირველ რიგში. რასაც ჩვენ საკუთარ თავზე ხედავთ და ვიცნიოთ, ხო? რა მდგომარეობაშია დემოგრაფიულად ქვეყანა, ხედავთ, რომ ქართველები აღარ მრავლდებით, ქართველები გასული არიან, გაქცეული არიან, აი ძიმე ეკონომიკური პირობები და ძიმე საცხოვრებელი პირობების გამო, ვინც დარჩენილია, არ აქვს საშუალება, რომ ერთი შვილის და ორი შვილის ზევით კიდე იყოლიოს და გაზარდოს 4-5 შვილი, რომ ქვეყანა მატებაში წავიდეს, ერი მატებაში წავიდეს და ანუ ნებისმიერი დათვლა და ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემი საიდანაც არ უნდა ავიღოთ, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მივდივართ განადგურების და გაქრობის გზით. და აი ამ პირობებში პირიქით ხდება შემოდინება. საქართველო თანდათან ხდება არაქართული ქვეყანა. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა 1000-ზე თუ რაღაცა თუ შემოხვალდა საქართველოში ქონება სიყიდი, ბინადრობის უფლება გარანტირებული. $100,000. და სოფლიოში 8 მილიარდ ადამიანში რამდენი აღმოჩნდება ისეთი, რომელსაც ხელეწიფება $100,000 გადაიხადოს თუ ასოციაციაზე მილიონს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. და თანაშორ შეხედავს საქართველოს აი ბუნებას, კლიმატს, მოეწონება აქ და მოუნდება ცხოვრება. რამდენი ესეთი ადამიანი შეიძლება. ანუ მე საუბარი იქითკენ მივყავს, რომ მიდის საქართველოს განქართველება. რაზეც ჩვენ გადათელი გადაცემები და ციკლები გვაქვს, გადაცემათა ციკლები მიძღვნილი. და თუ საქართველო ქართველების აღარ იქნება, თუ აი ამ ფორმაციის პირობებში საქართველო სრულად განქართველდება, დარჩება სახელი, ან შეიძლება ისიც აღარ დარჩეს. მაშინ ნეიტრალური იქნება ის ქვეყანა თუ არ იქნება ნეიტრალური, ეგ რა შეღავათი ქართველისთვის და ქართველი ერისთვის. არავინ არ აი ამ საკითხს რატო არ სვავენ ამ თუ ჭეშმარიტი გულშემატკივარი ხარ ქვეყნის და ერის და მისი მომავლის, მაშინ ცალკე აღებული ნეიტრალიტეტი რო არაფრის მომტანი არ არის თვითონ ქართველი ერისთვის. ამის დანახვა მე მგონი რთული არ არის. აქაც აი როგორ არის ჯემა. აი ეს ორი საკითხი არის, რომელიც ისმება ნეიტრალიტეტი. კი ბატონო, მაგრამ აი როგორც ქართული გამოთქმა ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს, ხო? მინდა ძალიან დავიჯერო გულწრფელები არიან. როდესაც ამ თემას აყენებენ და რეალურად ზრუნავენ ქვეყნის მომავალზე და იქიდან გამომდინარე აქვთ ეს მოფიქრებული და გააზრებული, რაზეც საუბრობენ. რა კურსიც აქვს არჩეული, ნეიტრალიტეტს გულისხმობ
მაგრამ მეორეს მხრივ იბადება კითხვები, რომელიც პასუხი გაუცემელია. რა თქმა უნდა. ესე იგი, თავი და თავი უბედურების ჩვენთვის მით უმეტეს ფორმაციაში და მასშე განვითარებული და კაცობრიობისთვისაც ერთდროულად, იმიტომ რომ ფულის პრიმატზე და ფულზე აგებული სისტემა სულიერებას გამოიცხავს. ფული უნდა დაექვემდებაროს უფალს და თვითონ უფლის გადაბრუნებული ფორმაა ფული, მისი საწინააღმდეგოა ზოგადად. ანტიქრისტე ბატონობს, არა ქრისტე თუ ის არის, ქრისტიანებმა წესით უნდა ვიცოდეთ, უფლის ძე, მისი საწინააღმდეგო ანტიქრისტია და ეს სწორედ ანტიქრისტეს, ანტისიტყვის ბატონობის ჟამიდე ეპოქაა და ფულის სისტემა ბატონობს, ფულს უნი არ აქვს, ეს თავისთავად ეროვნულობას, ეროვნულ ცხოვრებას, ტრადიციულ რელიგიურს გამორიცხავს. ეს პროცესი გარკვეულწილად მდორედ მიდის, მაგრამ რაღაც ეტაპზე შეიძლება შესაძლოა დიქტატურისკენ წავა ბოლოს და ბოლოს, არა ვთქვით და რაღაც ეტაპზე მან შეიძლება მოახდინოს ერის ენერგიის კონსოლიდაცია. ამ სისტემაში შესაძლებელი ერის კონსოლიდაცია ფაშისტურ ნაცისტური მიზნებიდან. თორე თავში თუ ფული ტრიალებს, დიდი ფულის წარმომადგენლები რომ გაიფართოვონ თავიანთი საზღვრები, ექსპლუატაციის საზღვრები და რას ვარ ფაშიზმის და არა მარტო ფაშიზმის დროს, გერმანიის ფაშიზმის დროს, პირველი მსოფლიო მან რაც იყო კოლონიალიზმის პოლიტიკა რა, იმდროინდელი საფრანგეთის განწყობები როგორი იყო. ეხლა ფულის სისტემა და ვინც იხდის ის უკვეთავს. და ამ პოლიტიკურად ნეიტრალიტეტი არის კარგი. ჭირდება პირველ რიგში იმ ქვეყანას და არა მარტო იმ ქვეყანას, მაგრამ თუ ფულით ხდება კონტროლი, თუ ოლიგარქია ზის, თუ საბანკო სისტემა ერთიანი მართვის იმას ექვემდებარება, უიმისოდ თუ ერავინ ივაჭრებს, უიმისოდ თუ ვეღარავის ვეღარ იქნება ის დანაზოგი და ნაშოვი მილიარდები და იმას თუ გადაწყვეტილია ომის წარმოება, ჭირდება ახლა ეს ომი რაღაც უნდა გადაინაწილოს, მაშინ აღმოჩნდება რომ ასეთი ფარატინა ქაღალდი ყოფილა ეს ნეიტრალიტეტიც. ეს აჩვენა ევროპის მაგალითს, ფინეთი, როგორ აღმოჩნდა ომის ქარცეთს ხილატურობს ითხოვს. თვითონ კლასიკური გაგებით ნეიტრალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წარმომადგენელი და შვეიცარიაც ხო ევროპა, ევროკავშირი მთლიანობაში მეომარი მხარე და ვერ შვეიცარია ვერ აუგლის გვერდს, იმიტომ რომ თვითონ შვეიცარია არის სწორედ ერთ-ერთი მთავარი მსოფლიო კაპიტალის კონცენტრაციის არეალი, რომელიც მსოფლიო კაპიტალიც თავის პოზიციების არ დათმობისათვის აღმოსავლეთთან აწარმოებს გამოუცხადებელ მესამე მსოფლიო ომს. ხო, ამიტომ შენ ეს პოლიტიკა რო გაატარო, მაშინ ფულის სისტემაზე არ უნდა იყო იმ დაგვარად მიბმული, ასე არ უნდა იყო გაყიდული და ასე შემდეგ, თორე იქნები აბსოლუტურად მართლად, იმიტომ რომ ვინც გიხდის და ვისცეც ხარ დამოკიდებული, ხო? ისვე გმართავს. ამიტომაც იყო რაღაცა ერთი ფორმით ჩვენ ვამართლებით, რომ კი ბატონო, შემოვიდა ფული, შემოყვა იდეოლოგია, შემოყვა პოლიტიკა, ეს უნდა დაიბლოკოს. მაგრამ მარტო ერთი მხრიდან არა. ამათ მეორე მხარეს გაუხსნეს, არა 6 მილიარდი უნდა შემოვიდეს და რა თელი ყველაფერი. ესე იგი, კარგი დისციპლინაში თუ ვერ მივდივართ, რომ დამღუპელია ესე ფულის სისტემა და ფულის სისტემას თუ არ შევცვლით ჩვენ გასაკუთრებით. ვერც ნეიტრალიტეტს ვერ გავატარებთ. 20 მილიარდი ვალი გვაქვს წამოგიდებული. და ეს არ არის ზეწოლის მექანიზმი? თვითონ აქვს ხელი მოწერილი. თვითონ აქვს ჩაწერილი კონსტიტუციაში, განისაზღვრეს კურსი. და ვერც აკეთებენ რა, ახლა ნეიტრალურ საქართველოს კი გააკეთეთ, მაგრამ თქვენივე ხელმოწერებით არის. რაღაცაა საჭირო, რითაც ეს ახალი ფურცელი უნდა დაიწეროს მაშინ. ეს მსჯელობის სხვა საკითხია, უფრო სწორედ მაგაზე გვიწევს ჩვენ საუბრის გაგრძელება, ისი გაგება ჯერჯერობით ვერ ხდება. საქართველოს ხელისუფლებაში, პარლამენტში 35 თუ 38 მილიონერია. თუ
თუ 32. ნუ რა ხლა მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს. ზუსტად გამიჩნდება გახსენება რამდენზეა საუბარი. რომელთაც თავიანთი ფული, მარაგები აი უცხოურ ბანკებში აქვს შენახული. და ქვეყნის არაფორმალური მართველი, პირველი პირი, რეალური პირველი პირი, რომლის რაღაც თანხების დაკავებულია. და თუ ვაჭრობა მიდის. ხო, მოდი ეს ადღაც შევსავიდეთ. არის ეს თუ არა ზემოქმედების ვერკეტი. თვითონ ესენი როგორ უნდა იყვნენ ნეიტრალური. როცა თუ კი რამე მოუპოვებიათ, ხლა რა გზით მოიპოვებს და მაგის გამოძიებას ეხლა არ დავიწყეთ. მithumetes ამ გადაცემაში, მაგრამ რა გზითაც არ უნდა იყოს მოპოვებული, ამხელა თანხები და ეს სასტოს. და მიდის ვაჭრობა. აი ესენი როგორ იქნებიან ნეიტრალური, როდესაც იმათ ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლიათ გაუყინონ. ხო, შვეიცარია რანაირად არის ნეიტრალური ქვეყანა, სადაც მოდი ვთქვათ ახლა ბიძინა ივანიშვილის ხო გამოვიდა ხმები, რომ შვეიცარიის ბანკმა გარკვეული თანხის წართმევა დაუწყო არაკანონიერად, რატო? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილზე გავლენის მოხდენით საქართველოს შეეცვალა გარკვეული პოლიტიკური კურსი. ხო, რიათ არა, ბე. ან ახლა შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა კაპიტალიზმის პირობებში. როგორ არის ნეიტრალური ქვეყანა? ისეთ პირზე ხდება პედალირება, რომელ პირზე ჩამოკიდებულია მთელი ქვეყანა. ეს ერთი სიმახინჯე. როგორ შეიძლება ერთ კაცზე, ერთ ოჯახზე ჩამოკიდო ქვეყანა, მაგრამ კაპიტალიზმი გავიყიდეთ, ქართველები გავიყიდეთ, ნუ ერთ კაცზე ჩამოუკიდეთ ეს ქვეყანა. ეხლა ამ ერთ კაცზე ხდება პედალირება იქიდან, რომ საჭირო პოლიტიკური კურსი გატარდეს, არა ეს არა ფორმალური მართლობა, იგივე დიპსტეტი და ასე შემდეგ. ხო, აქ რანაირად, აი 36 მილიონერი რო გვიზისი, აი როგორ ეხლა ესენი ესე ივაშკაცებენ, თავიანთ ანგარიშების წინააღმდეგ წავლენ, იქნება გარკვეული უხერხული მომენტები, ამაზე დღევანდელი მსოფლიო, დღევანდელი სისტემა თავს არ იკავს, ეს ღიათ არის. აი რუსეთს ართმევენ. რუსეთის მაგალითმა აი თლათ ნათელი მოფინა არსებული ფორმაციის სისტემის აი თელ ნეგატივს. 4 წელია ქვეყანა ომშია ჩართული. ყოველდღიურად იხოცებიან ახალგაზრდები. ერთის მხრიდანაც, მეორე უკრაინის მხრიდანაც, რუსეთის მხრიდან. ამ დროს აღმოჩნდა, რომ ეს ცალკე კლასი ოლიგარქად პირიქით ამ ომის მეშვეობით ფუშოურობს. მათ ანგარიშებს თუ გადახედავთ ამ 4 წლის განმავლობაში, საგზნობი მატება, თვალში საცემი მატება მათ ქონებაში. ხო, ნუ ცოტა თემა გვეცვლება, არ გვეცვლება, უყურე როგორ არის კახა, მე ისი თქვა მინდა, ცალკე არის ხალხი, ცალკე არის ოლიგარქად. ამ უბრალო ადამიანის შვილები, რომელიც ყინვაში, თოვლში იბძვის და იღუპება, უკან არ ზის სანგარში ზის და ზოგი იღუპება, ზოგი ფიზიკურ ტრავმებს ღებულობს და ინვალიდდება, ზოგი ფსიქოლოგიურ ტრავმებს ღებულობს ამ ომის საშინელებიდან გამომდინარე და ეს ეხება ერთ ფენას. აი მეორე ფენას არ ეხება. ნეიტრალიტეტის თემასთან ეხლა რომ დავაკავშიროთ ეს. რომლის ინტერესებშია ნეიტრალიტეტი? ნუ ახლა კონკრეტული ადგილები რა ვიღოთ, აქ სხვადასხვა ინტერესები შეიძლება ერთ მომენტში ვკეთებოდეს. პირველ რიგში ხალხის ინტერესია რა. ხალხს საუბარი არავისთან არ აქვს. ეხლა ის დრო არ არის რომ ვიღაცები ხალხები და ქვეყნები აი მაგაში აი ზუსტად მივედით იქამდე, ხო სწორედ მაგითკენ მიყავდა. ანუ უბრალო ხალხს ყველა შემთხვევაში არაფერში არ ჭირდება ომი. იმიტომ რომ მისი შვილი არ დაიღუპოს, არ გაუბერდურდეს, საცხოვრებელი არ დაებომბოს, არ დაკარგოს, რაც უშრომია და უწყალია და ოჯახი არ დაენგრას, მაგრამ ის გაბატონებული ფენა ამით ფულშოურობს. ხო. ახლა სიღრმეში თუ ვერ მივდივართ, ანუ როგორ არის ნეიტრალიტეტის საკითხი, კი ბატონო წამოწიეს. თავი და თავი ფორმაციაშია ჩადებული ისეთი რაღაც, რაც ნეიტრალიტეტს უპირისპირდება ხალხის სურვილს, რომ იყოს მშვიდობა.
წარმოებელი მშრომელი ადამიანი მიდრეკილია მშვიდობისკენ. ის დოლარს ქმნის, მაგრამ პარაზიტი ჩასაფრებულია ამ დოლარს ართმევს და მშიერი როა მე იმითაგულინებს ავოდი ქვეყანას წავართვათ და თოფი დაიჭირა და ასე შემდეგ და ამ ომებით რა თქმა უნდა ოლიგარქია კიდევ უფრო გასუქებული გამოდის. ხო, ესე ამ სიღრმეზე თუ არ ჩავდივართ მიზეზს თუ არ ვებძვით და მიზეზის გამოსწორებისთვის არ ვიღწვით შედეგზე მაინც ხონდა გქონდეს პროტესტი საქართველოში ამ მიზეზით გამოწვეული შედეგებისადმი პროტესტი აქ ზოგიერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას გარკვეულ ფენებს გვაქვს ამის პროტესტის გრძნობა გაგვაჩნია მაგრამ თავში ვინც არის ვინც ამ პროცესებს მექანიკურად მიყვება და თან თავი ამისივე ხელითვე იმართება აქ არის ყველაზე მეტი კითხვები თავმოყრილი სწორედ ხელისუფალის მიმართ და იგივე ესეთ სახელისუფლებო გარკვეული განშტოება ნეიტრალიტეტი კარგია სწორია მაგრამ ვისთვის ეს ნეიტრალიტეტი როცა ადგილი ბინადრობა $100,000 იყიდება არ ვიცი შევცვალეთ კანონიერ და ახლა $250,000 აღარ არასაინტერესოა გიგ მილიონი დაადე ხო არა მარტო რამოდენიმე სუთისთვის ჩამოჯემალი მთელი იგი გადაცემები გვაქვს ბიჭვნილი და ხშირად ვამოვნით რომ 8 მილიარდია სოფლიოში რამდენი იქნება თუნდაც მილიონის გადამხდელი რომ ადგილი ბინადრობის უფლება მოიპოვოს და აქ დასახლეს დავარქვათ თავის სახელი მილიონობით ეს არის აქ დასახლება მილიონობით ადამიანი იქნება მაინც აქ დასახლება ხალხო მაგდენის ფლობელი რამდენს მოუნდება აგერ პანიკა ატეხილი რომ ათმობა მიტის ესახდება ისახდება ეს კიდე ცალკე მშენობის საგანი აი ეს პოლიტიკა ამ პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო ხდება მიწაწვლის გაყიდვა მიმდინარეობს კორპუსების ქალაქების მშენებლობა დაჩქარებული ტემპებით აგერ სადაც ალბათ დაკრავენ ფარს და დაიწყებენ კიდე ემირატის აშენება რაღაცები უშლის თუმცა წინა გადაცემებში ვთქვით, რომ ყველაზე ბევრი ბომბა იმათ მოხდა და ეხლა გონი სხვა საპალნე წამოჰკიდა თავარმა ეშმაკმა ოკეანის გარედან აქ 350 მილიარდი სადღაც უნდა ჩაადებინოს იქნებ ამან მაინც დროებით გვიხსნას გადაგვარჩინოს მაგრამ მე ამ ძალასთან მაქვს პირდაპირ კითხვა აი ნეიტრალიტეტი ვისთვის ვინც აქ დასახლება იმისთვის რომ მშვიდობიანი ტერიტორია იყოს არა ვისით დასახლებული საქართველო იქნება ნეიტრალური აი მაგა კითხვას თუ სვავე მე არ მინდა რომ თქვა ხელისუფლებაზე რომ გველეშაპია ის არის გარკვეული სავლე რომ პავლეთ იქცეს ამისთვის უფალმა დაგვიტოვა მე როგორ დავკეტავ მე რომ შევეცადო მე ხო ვერ დავკეტა უფალი გიტოვებს თუმცა განკითხვის დროც არის ეს ისეთი პერიოდია და შეიძლება დიდხანს არ მიეცეს თითოეულ პიროვნებას და ქვეყანასაც არჩევანის გაკეთება სულიერი არჩევანის გონებრივი არჩევანის გაკეთების საშუალება დიდი ხანი არ გქონდეს დიდი ხნის დრო არ გქონდეს მოცემული სამი ახლა ამ დროებზე ვერ დავიწყებ ჩვენ საუბარს და ეგ არა გვაქვს მოცემულობა ჩვენ ასე ვთქვათ ამ ხრივ განუზღრელ მდგომარეობაში ვარ არ ვიცით ეს დრო რა იქნება როგორ იქნება მაგრამ მაინც ეს სწრაფად ხდება მოვლენები ერთი რომ ცხადია ხო და როგორც კი ხელისუფლებამ ჩათვალა რომ გაიმარჯვა მაშინ მოხდა გამჟღავნება იმისა რაც მიმდინარეობდა ვინ მიიღო ვის შემოუშვა ქსავიძო რეჟიმები ვისთან გამარტივდა უიზო მიმოსვლა რა ქვეყნებთან და საერთოდ რატო აკეთებ მაგას რატო ხსნი კარფანჯარას შენ გასასვლელი ხარ თუ ოჯახი ხარ ოჯახი შეიძლება გასასვლელ გამოსასვლელ გზაზე ცხოვრობდეს დერეფანში ვერ იცხოვრობს ოჯახი არის ოჯახი დერეფნად რო გადააქციე მარტო კიდევ დერეფანი რა უჭირს კაცო შენ მიეცი ოჯახში მას ყიდვის ოთახების ყიდვის ფართობის საცხოვრებელი ფართობის ყიდვის უფლება მიეცი და მას ეძახი შენ რომ ინვესტიციაში ფული შემოდის ბიუჯეტს და ამ ბიუჯეტს ვჭამ და ვითვისებ ამ ეს გიხარია და ეხლა ნეიტრალიტეტზე რომ ელაპარაკები კაცო ხო ქვეყნისთვის გადარჩენა
საგარეო პოლიტიკური კურსი ეს გამართლებული და სწორი ერთადერთი სწორი ვარიანტი ეგ არის, მაგრამ ვისთვის კიდე ეგ? დუბაიზაცია. 8%-ია არაბში იქ. ესე იგი რა ქალაქი ყოფილა ეს? მსოფლიო კოსმოპოლია, ხო? თავბრუ დავყვევით სათამბჯენებით და ფუტურისტული მშენებლობებით და ერთიანობთ რა. ეგ მაგაზე ლოცულობ და მაგას აშენებ და. ამაზე პროტესტი არ აქვს. აი ქართველებს უმრავლესობას პროტესტი გვაქვს, თუმცა ამის მიზეზი კაპიტალიზმშია. ვცდილობთ შედეგს მაინც დაუპირისპირდეთ, ეგ მაინც სიკეთეა. იმიტომ რომ თუ რა თქმა უნდა გვაწუხებდეს ეს შედეგი და ამას უპირისპირდებით იქნებ ნელ-ნელა შევთანხმდეთ რომ მიზეზი გვაქვს ამას ასწორებელი. რომ ესე იგი ეს მავნე შედეგები საბოლოოდ აღმოიფხვრას. არა თუ ამ შედეგს უპირისპირდებით. ერთად ხარ. მე არ მინდა რომ ხეცი ვინმეს უწოდო და რაღაც, მაგრამ რა ქვია ამას ხო თავის სახელი უნდა დაერქოს ყველაფერს არა? ეს ყველაფერი იმიტომაც ხდება რომ ქართველმა ცოტა გაიაზროს რასთან გვაქვს საქმე და იცი როგორ არის ესე კაპიტალიზმია, საბაზრო ეკონომიკა უნდა იყიდებოდეს და იყიდება ეს მიწები. ყველაფერი უნდა იყიდებოდეს მათ შორის მიწები და იყიდება. ახლა შენ რო გამოდიხარ და ამბობ რომ იცი რა მე არ მინდარეს რომ იყიდება და ქალაქი შენდება ძალიან კარგია. სრულად ბუნებრივი რეაქცია. მაგრამ თუ კი ამ სისტემაში ეს ჩვეულებრივი ნორმაა რატო არ გვინდა უფრო წინ გავიხედოთ და დავინახოთ მიზეზი და არა შედეგი. ხო, ნუ ეგ კიდევ აი მაგ პოლიტიკურ ძალებთან დიალოგის რეჟიმი გაგვაჩნია და გვექნება კიდევაც და ურთიერთ გაგებით და ურთიერთ შემხედრი ისინი არსებობს, უნდა ითქვას, მაგრამ აქ მაინც ლაპარაკი გვაქვს ამ პარტია ორგანიზაციაზე, პირველად მივესალმები ამ ადამიანების აქტიურობას ნეიტრალიტეტის მიმართულებით, მაგრამ მეორე საშინელი მხარეს რომ ვერ ხედავენ ერთად არიან. ეს როგორ თავსდება? სწორია. ევროკავშირი 2020 წელს გამოსწორდება და არა პროგნოზით უფრო უარესი მდგომარეობა იქნება. მაშინ იქ რა გინდა? კი ბატონო, ეს მიდგომა სწორია. კი ბატონო. და რა ხდება ევროკავშირში? ისეთი იგივე საქარ ვაკეთებთ და უარეს. ევროკავშირი მაინც არის წამყვანი მთავარი ქვეყნები და დანარჩენი სატელიტები, ხო? გერმანელი 80 მილიონია. ფრანგი 60-70 აქეთ იქით ინგლისი და ისინი და რა პროცენტია უკვე ეს ღია კარებებით შესული? ნიდერლანდებში ყერჭრიდა რა ერთ-ერთი ექსტრემისტი კიდე. ირლანდიაში, ხო. ხო. ჩვენ შორსა ვართ მდგომარეობისგან. ჩვენ 3 მილიონი ნახევარი ვართ და კარი გაგვიხსნიან და ბოდიში და აზიის ბორდელად ვაქციეთ, კაზინოებად და ბორდელად გადავაქციეთ ბათუმი და თბილისი და ხო ქალაქები რა არ კეთდება აქ იმაზე გაცილებით დიდ ტემპებში არა გვაქვს დაგეგმილი ხო დაგეგმილია ისაც ევროპას ზღუდავს ეგ ერთადერთი სალაპარაკო ისა გვაქვს რომ გეი პარადს არ ვატარებთ და დეკლარაცია მივიღეთ ოჯახის სიწმინდის უბრალოდ თითქოს და ტრადიციებს ვცემთ რა ტრადიციებს ვცემთ საქართველოში უცხოძალების შემოსახლების ასე მოყვანის ტრადიცია არსებობდა და ეხლა მაგ ტრადიციებს ვცემთ პატივს ჩვენინებით შემოყვანს ხო 6 მილიარდზე ვიყიდით და ვიყიდებით ძალიან სასიამოვნო იქნებოდა ამ ადამიანებთაც დიალოგი. ხა აღარ ვამბობთ უახლოეს არსულზე, ხა არა ვართ ის ადამიანები, რომ გულში ჩავიდოთ და აი ჯერ ჩვენ ვამბობდით და ნეიტრალიტეტზე ხელმოწერებს ვაგროვებთ. ჩვენ კი არ ვამბობთ კაცო. რა დროში მოითხოვება იმის კეთება დაგვაწყებინა ბატონმა აკაკი. დროში მოითხოვება უფლის მოწოდება თუ გადარჩენა გინდა მაშინ ნეიტრალიტეტი გჭირდება და ფორმაციის შეცვლა და ეროვნული საკუთრების გამოცხადება გჭირდება და ასე შემდეგ. დროის მოთხოვნას ავყევით. ნუ მოხდა რომ პირველები ვიყავით კი. ესეც დროის მოთხოვნის ექო და ანარეკლია. რასაც ეხლა ვადევნებთ დრო აწვებათ და რა ქნა.
ვითარება აწვებათ, მაგრამ გამოსავალი ეს ერის გადარჩენისთვისაა ნეიტრალიტეტი საჭირო. იმიტომ რომ ერი ღვთაებრივი წარმონაქმნია და ეს ნეიტრალიტეტი, რასაც გვთავაზობთ, ეს უცხოური, არაქართული, კოსმოპოლიტური ქალაქებისთვის, მშვიდობისთვისაა საჭირო. ეს იმათთვის არის საჭირო. რა ტალღამაც ერი უნდა წაშალოს. ამაში ვართ გასარკვევი, ამაში ვართ გასამიჯნი, იმას უნდა გავემიჯნოთ. რაც ხუბავს. თორემ არგუმენტაცია, რასაც ახლა ესენი უმაღლეს საეთერო სივრცეში ახლოვანებენ, დროის მოთხოვნა იყო და მაგას გზაჯვარედინები და ქუჩა-ქუჩა ვლაპარაკობთ. ქუჩაში ვსაუბრობთ. თანაც 25-26-27 დიახ. აქ ერთ საინტერესო რამ ხდება კახა ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციის თემაზე ვილაპარაკეთ წინა გადაცემაში, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა როგორც იმას არ უჭერთ ხარს, რომ ეს საზღვრები ღია იყოს და ვისაც მოუნდება შემოვიდეს აქ ასახდეს ან მუდმივად დარჩეს მოქალაქეობა მიიღოს, ისე არ უჭერთ ხარს ისე საზღვრების ისე მოღიავებას, რომ აქედან ქართველებიც ისე ყოველგვარი ის გარეშე დაუშვათ რაღაც რეგულაციების გარეშე, ვისაც მოუნდება საერთოდ უნდა გაიქცეს და მიატოვოს ქვეყანა და რაღაც. მაგრამ მაინც საინტერესო ერთი რაღაცაა, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე მიდის ლაპარაკი საქართველოსთან. ამ დროს მე როგორც ვიცი, დაახლოებით 61 ქვეყანასთან აქვთ ევროკავშირს და ევროკავშირის ქვეყნებს ვიზა ლიბერალიზაციის მიმოსვლა. და ამ 61 ქვეყანაში არის ზოგი ისეთი ჩამორჩენილი ქვეყნები. და თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი ქვეყნები, სადაც ჯერ კიდევ კანიბალიზმი მძვინვარებს და ქვეყნის მმართველობის იერარქიის მაღალი თანამდებობის პირებიც კი ჯერ კიდევ მისდევენ კანიბალიზმს. ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში ჩვენთან საბაბი არის, რომ აქ საქართველოს დემოკრატია არ არის და იღრება დემოკრატიული პრინციპები, ხო? ოფიციალური მიზეზი ხო ეგ არის. მაგრამ ახლა რასაც ვერ დააბრალებ ამ ხელისუფლებას, ჯერჯერობით ესენი ადამიანებს მაინც არ ჭამენ, ხო? ახლა ამას რატო ვამბობ? აი ესეთი ორმაგი სტანდარტები, როგორც ყველაფერში. როგორც აბსოლუტურად ყველაფერში. ევროპის ხსიდან ესეთი დამოკიდებულება, ესეთი ორმაგი სტანდარტი. რომ თურმე კანიბალურ ქვეყნებში დემოკრატია, ყველა პრინციპი დაცულია, მათთან უნდა იყოს ეს ვიზა ლიბერალიზაცია თავისუფალი მიმოსვლა. საქართველოსთან არ შეიძლება. ანუ ეროვნული ეკონომიკა, დემოკრატია არ არის აქ და იქ არის ქვეყნებში. ხო, ეგ რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტი რო არის, ამას ბევრი საღარ უნდა, ძალიან ღია და აშკარა არის. ზეწოლის საფუძველი ქვეყანაზე, ზეწოლის საფუძველია. როგორც სიმდიდრეა ზეწოლის საფუძველი, გაგიუქმებ და გაგაღატაკებ და ნულ მდგომარეობას ჩავარდები თუ ჩემ პოლიტიკას არ გაატარებ, ასე შეიძლება ქვეყანა დააშანტაჟო ოლიგარქ, როცა ოლიგარქი უნდა იმართება. ასე დაშანტაჟებადია. ასევე როცა ამ ფორმაციული მდგომარეობით ცხოვრობ, რა ადგილი ჩვენ მოგიჩინეს ამ სოფლიო სუფრაზე, ადგილი ჩვენ გვაქვს მოჩენილი. ეს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის ზეწოლის და შანტაჟის იარაღია. საფუძველთა საფუძველი რა არის? ეროვნული ეკონომიკის არარსებობა, ეროვნული ეკონომიკის დიდი საფუძვლების განადგურება და საქართველოს მართლაც აი ესე გასასვლელად რო გადააქციეს მიზეზი ეგა. რას იზამდა ხალხი, როცა გაბიჩერეს წარმოება, შეგვიწყდეს ფულად საკრედიტო ხაზები, რაც იყო საბჭოთა სისტემის მაგდაგვარი ფორმით დაშლა იყო ბოროტებაზე ბოროტება და რას იზამდა ხალხი? ადგებოდა და წავიდოდნენ ტოლვილებად თავის გადასარჩენად, რაც მოხდა. შემდეგ ეს პროცესი გადაფორმდა უკვე ვიზა ლიბერალიზაციით გარკვეული კანონის ჩარჩო მიიღო. ესე იგი, აქ წარმოება არა გაქვს, განადგურებულია რეალური სიმძლავრეები,
პური შენი არსობისას აქ ვერ უყრი თავს, ეს დიდი თემაა, დიდი საკითხი და ეს ტიპიური, მარტო ჩვენთვის არის ტიპიური, რა მსოფლიოში. Pulis sistema იწევს ამას. ვის ჭირდებოდა საქართველოს ამ მდგომარეობამდე დაცემა? ვინც გამარჯვებული გამოვიდა ციმიობიდან, არა მარტო საქართველოს საბჭოთა სივრცეებ განიცადეს, განსაკუთრებით ჩვენ, ხო? რა მოხდა? ჩვენი რესურსი გადავიდა მათ მფლობელობაში, ან ერთეული ოლიგარქების ხელში ჩავარდა, ჩვენი შრომითი რესურსი, ჩვენი გონებრივი რესურსი გავიდა და იაფათ ემსახურება და იმიტომაა, რომ წინაა წამოწეული იყო ყოველ შემთხვევაში. თუმცა ეგ სისტემა ცოტა არ იყოს ირღვევა. ხო. და რა ხდება ამ დროს თუ რიცხობრივად ცოტა ხანში გაქრები. აღირები ამ ყველაფერში. თოფის გარეშე კეთდება. შექმნილი ეკონომიკური ვითარებით იგივე კეთდება, რასაც დიდი ომები ვერ ჭრიდა. ამ საკითხებს ვერ ჭრიდა დიდი ომი. მართალია ხო? გენოციდის ჩატარება, ხალხის აკრა, გადაყრა, ფიზიკური, ვიცით აქ ირანის ასახლებდა. მაგრამ ახლა ეკონომიკური პოლიტიკით აბსოლუტურად უარესი შედეგები შეიძლება და დაგვიყენეს. რა ადგილი ჩვენ მოგვიჩინეს, ეს არის ჩვენი ადგილი, თან კარებები ღია გაქვს და რა გაჭირება რო რა ხო ვერ გაჩერდება წავა და კიდევ უფრო გაჭირებული, კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი მოვა აქ. ის ვინ დღეში იმუშავებს დავუშვათ $5 პაკისტანელი, ინდოელი, სხვა, ხო? რა ფერი შეიცვლება და ვის ჭირდება მე ეგეთ ქვეყანაში ნეიტრალიტეტი. იქ ქართველი არ იქნება, ეგეთი. იქაა წასული. ამიტომ ვიზა ლიბერალიზაცია ამ პირობებში ეს არის ერის განადგურების ერთ-ერთი ისეთი თან დადებითად გამოიყურება. ყველაზე პარადოქსი რა არის, ყველა დიდი ბედურობა რა არის, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პოლიტიკა მართალია ვერ შევძელით მაშინ და თქვით, რომ ვიზა ლიბერალიზაციაზე ვისაუბრებთ, გვიწევს ცოტა უდას, მაინც ვამთავრებთ. ერის პატარა ერის მით უმეტეს განადგურების შესანიშნავი მეთოდოლოგია, რომელზეც დაწაფებულია ხელისუფლება. კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩინეთთან, მაშინ ვიზა ლიბერალიზაცია. ამერიკამ რატო არ დაგვიწესა ვიზა ლიბერალიზაცია? რატო უხდებათ მექსიკის ციხეებით და საზღვრებზე და მდინარეში ხტომით შესვლა? პირდაპირ შეგვიშვით და რა. ანუ ევროპა არ გვეყვარა რომ გავითქვიფეთ და იქ გაწოვა მოხდა, ეხლა ამერიკაშიც და იქ ხდება. ფუნდამენტალური ცვლილებებზე თუ არ წავიდა საქართველო, ჩვენი გადარჩენა ვერ იქნება. ხელისუფლებას აწყობს აქ ცვლილება, იმდაგვარი ცვლილება, რომ ეთნიკური ნიშნით შეცვლა მოხდეს მოსახლეობას. და ნაკლებ პრეტენზიული პირველ ეტაპზე ეს მოუტანს მშვიდობას. ნაკლებ პრეტენზიული მოსახლეობა დასახდეს აქ, შემოვიდეს, რომელსაც პრეტენზია არ ექნება არც მაღალ სტანდარტებზე საცხოვრებელი პირობების, როგორც თქვი $5-ზე, $3-ზე მაყოფილი იქნება, გაუხარდება კიდევაც და ქართველი, რომელიც ცოტა სხვა მოთხოვნების არის, ის მოეფინება, გაიფანტება, აგერ ხედავ ჩვენ თვალსა და ხელშუა ისრაელი როგორც წმინდავს ღაზა სექტორს, ხო, პალესტინელებისგან. ბომბებით. საქართველოში ხლა ნეიტრალიტეტიო, კი ბატონო, კაია ნეიტრალიტეტი, რომ არ ჩავერთოთ და ომის მაშინ არ მოუხდეთ ჩვენ ქართეცში. მაგრამ აქ გაწმენდა როგორ ხდება ძირველი მოსახლეობისგან, ქართველებისგან. ბომბები არ ცვივა, მაგრამ აი კაცრი ეკონომიკური პირობების გამო ქართველები თვითონ გარბიან აქედან. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის. იქ ბომბებით ხდება, აქ ქვეყანამ ნეიტრალური მდგომარეობა შეინარჩუნა და ამით გადარჩა დღემდე ყოველ შემთხვევაში არ ჩავრთულ ვარ რუსეთ-უკრაინის ომში და არც იქით ამერიკა-ირანის ომში, მაგრამ შედეგი აბსოლუტურად იგივე გვაქვს. იმიტომ რომ ეთნიკურად აქ იცვლება, მდგომარეობა იცვლება. ამიტომ როცა საუბრობთ ნეიტრალიტეტის სიკეთეზე, წეღრაც ვთქვით, აი ქართველი ერისთვის რა განსხვავება აქვს. ერთადერთი ის, რომ ადამიანური მსხვერპლი არ არის და თუ ამ კუთხითაც შევხედავთ, პრინციპში არის კიდეც ადამიანური მსხვერპლი, როდესაც ადამიანს მკურნალობის საშუალება არ აქვს. მედიკამენტის შეძენის საშუალება არ აქვს. შესაბამისი საკვების ყიდვის საშუალება არ აქვს, რომ ორგანიზმს ჭირდება ხო შესაბამისი კალორიები, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა გარკვეულ ნორმაში იყოს. შესაბამისი ვიტამინი, კალორია უნდა მიიღოს. და რასაც ცარიელ პურზე ან ცარიელ ჩაიზე ვერ მიიღებს ადამიანი.
ეს იგივე გენოციდია, იგივე მკვლელობაა. ამას აკეთებს სისტემა, ფორმაცია. აი რატო უბრუნდებით ისე რომ სისტემა მილიონებს და მილიარდებს წირავს. პირდაპირ თვალსაზრისით დაუშვათ არ კლავს. არა კაცკლარ დეკლარირებულად მაინც სახელმწიფოებრივად მაინც გვიდევს დევს ხო დემოკრატია და არაუჯის რა სამს თავისი აზრი აქვს რამის გამო არ მოკლათ და არც ერთი ქვეყანა ახლა სხვა ქვეყნისადმი აგრესიას არ ამართლებს. ეს საერთაშორისო სამართალი გამოკვეთილი ამას ხას ვერ გადაუხსოვთ. ეს ძალიან დიდი მიღწევა, მაგრამ ფორმაცია მილიარდობით ადამიანს შიმშილის უსამკარობის უსამშობლობისთვის წირავს. ოდეს დაფარულია ეს არ ჩანს ეს პრობლემატიკა არ გვერდზია გადაწერილი არ ჩანს. ისე არის ქვეყნები რომ სადაც პირდაპირ გაგებით შიმშილით იხოცება ხო ადამიანი. და როცა შიმშილი ტრიალებს ამ დროს დედამიწაზე ამხელა რესურსი არსებობს. ბანკებში ობდება მილიონები და მილიარდები და ტრილიონები, აგერ პირველი ტრილიონებიც ყავს უკვე. ხო, ოფიციალურად. და ამ დროს არის ქვეყნები, სადაც ბავშვები და ეს იხოცებია, ხო? პირდაპირ გაგებით შიმშილით იხოცებია. მართალია ბომბები არ თვლია, მაგრამ შიმშილით იხოცებია. ამ მნიშვნელობა აქვს. დავით ხო, შენი კი ბატონო. ნუ რა შეეხება იმ თემას, ლანძღოდინების თემა, რა თქვა მე ქართული ანდაზა ასეთი რომ კარგი ცხენიო, მათ რახს არ დაირთავს. მიუხედავად იმისა, ჩვენ არასოდეს კიდევ და კიდევ გვჭირდება ჩვენ პატივცემულ მსმენელებთან ამის თქმა. ეს იყო შევარდნაძის დრო, ნაციონალური მოძრაობის სააკაშვილის თუ აგერ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და აგერ ახლაც არასოდეს არ ყოფილა ეს ჩვენი იარაღი. საერთოდ ლანძღვა გინება და ეს არაეთიკური ეს უარგუმენტო ადამიანების ის არის ისე ხო ეხლა როდესაც არგუმენტები შეგიძლია დაალაგო და არგუმენტებით გააშავო აკადემიური მსჯელობის პირობებში ესეთი ადამიანი არ წავა ხო ლანძღვა გინებაზე და არა მომგებიანია ერისთვის ქვეყნისთვის თორე კი ბატონო ხა ლანძღოთ რამდენი ძინა რამე ამაში აყრია არაფერი თუმცა აგერ წერან თქვა გახან რომ ყველას აქვს ბოლო მომენტამდე შანსი ხო არ ვიცით ჩვენ რა ხვალე ვით რას დააპირებენ რა ვიცი ცოტა კი მეეჭვება მაგრამ ხო შეიძლება აქეთ შემოტრიალდეს საულე იცეს პავლეთი ბოლო მაგალითი გვაქვს იმისი რომ ქრისტიანებს ჟლეტავდა ის საულე და ერთ-ერთი უერთგულესი მოციქული გახდა ქრისტეს მაცხოვრის და ამას ქრისტიანულ საქმეებს აკეთებდა ეს არ უნდა დავივიწყოთ ჩვენ დღევანდელი ძალიან მოსაუბრობა რა ვქნათ სამწუხაროდ დღეს ასე და ნეიტრალიტეტს კიდე რაც შეეხება კი ბატონო კარგია ეს რომ ბიდის ამის გაჟღერება რომელსაც რო რასამოვეს პოლიტიკური პარტიები ორგანიზაციები 20 წლის წინ თუნდაც 10-15 წლის წინ როგორაც ეს არ გამხოვა ნეიტრალიტეტი მაგრამ ნეიტრალიტეტს გააჩნია როგორი ნეიტრალიტეტი ვისთვის ამაზე არ მიდის მშელობა რომ ეს ქართველი ერისთვის ქართველი ერის ინტერესების დასაცავად უნდა იყოს ეს ნეიტრალიტეტი კაპიტალისტური სისტემა ეს არსებული მართლობითი სისტემა თუ არ შეიცვალა რომელიც ბუდავს არა მარტო ქართველ ერს აღჭობს და ჩვენ ქვეყანას არამედ თემ სოფლიოს აზრი არ ექნება და კაპიტალისტური სისტემის სათავეში ვინც ხედან ეს უმსხვილესი ეს კაპიტალისტები სოფლიო მართველები ასე ვთქვათ იმათ ინტერესებში სრულებითაც არ შედის ეს ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით რადგანაც მათ უნდათ იმ ეროვნული საკუთრების რაც საქართველოში თუ სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არის ეს ბუნებრივი რესურსები მათი ბოლომდე დაპატრონება ზუსტად ამის საწინააღმდეგო ჩვენ გვაქვს დოკუმენტი პატივცემულო მსმენელებო სამჯერ არის ხელმოწერები შეგროვებული სამჯერ სამივე ხელისუფლების სათავეში მოსვლის დროს შევარდნაძე ვახსენეთ
სააკაშვილი, აგერ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება, ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსით, კაპიტალისტური სისტემის შეცვლა და ეროვნული საკუთრების შემოღება, რომ მიწა, წყალი, წიაღისეული. საქართველო თავის ისტორიულ, ტერიტორიულ ფარგლებში თავისი მიწით, წყლით, წიაღისეულით და სხვა სულიერ მატერიალური პასეულობებით, რომ ქართველი ერის საკუთრება და მისი ყიდვა გაყიდვის და გაცემა გასხვისების უფლება არავის არ აქვს. გაცემული, გასხვისებული უკან უნდა დაბრუნდეს. და ამაზე 2 მილიონამდე ხელმოწერაა შეგროვებული, 3-ჯერ ყრილობაა ჩატარებული, ეროვნული ყრილობები, დადგენილებები, არაერთხელ გვითქვავს ეს, ხო და აგერ გამოვიყენოთ პატივცემულო ნეიტრალური საქართველოს ლიდერები არიან, მესვეურები დაავსდეთ და ვისაუბროთ ამ საკითხების, თუ გვინდა მართლა რომ ნეიტრალური გახდეს საქართველო განსაკუთრებული სტატუსით. აი ეს არის. თორე წინააღმდეგ შემთხვევა არ იქნება რაც. ნეიტრალიტეტებში სწორად ახსენეთ ჩემო გახა, რომ როცა რომ შემოდიან აქ შემოდინება მოდის ამ აზიის ქვეყნებიდან, აფრიკიდან, ამ მიგრანტების და საქართველოდან ქართველების გადინება მიდის. ჩვენ უმცირესობაში ვართ ისინი უმრავლესობაში, ვისთვის მათთვის. კი ბატონო, ჩვენ არასოდეს არავინ, ყველა ერი არის მაღალი უფლისნების ფიზიკური გამოვლინება და უფლისგან არის შექმნილი თითოეული ერი. და ყველა ერს პატივს მივაგებთ, მაგრამ ღმერთმა გაუმარჯოთ მათ თავიანთ ქვეყანაში. ჩვენ როცა ქვეყანას ასე უჭირს, ჩვენ არ გვაქვს ამის ის. თორე ჩვენ დიდ წინაპრებს, შესანიშნავ წინაპრებს აქვს ნათქვამი ბოლოს და ბოლოში. ილია ჭავჭავაძეს აქვს ნათქვამი, რომ ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას, იმ ფიქრით ვითომ და კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი. იგი თავისავე შეუჩრევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ამ დროს სიყვარულს და ერთგულებას უცხადებსო. და მოусმინოთ რას გვეუბნება დიდი ვაჟა-ფშაველა, ვინც იტყვის ამას, რომ ყველა ერი ერთნაირად მიყვარსო, ის ტყუის, თვალთ მაქცობს, ან ჭუანაგლებია, ან კიდევ რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხ შემოჭილი. ეს მათი ნათქვამია და არა ჩვენი. და სრული ჭეშმარიტება ამაში. და ნათელი სახე არის დღეს რაც ხდება, რომ პარტიების პროგრამებით არის მართლაც. ან ძალიან ზნედაცემული უნდა იყოს ადამიანი, ან გამოშტერებული, რომ ამას ვერ ხვდებოდეს. და ან კიდევ მართლა იქიდან გარედან ფინანსდება, გარედან იმათი ფული ალაპარაკებს იმას, რაც რო ერის და ქვეყნის საწინააღმდეგოა დღეს. და აი ამაზე მინდოდა ხაზი გამესვა პატივცემულო მსმენელებო. ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით იმას, რომ ნეიტრალიტეტზე საუბრის გამო თავს კი აღარ გვესხმიან. ანუ რბილად რო ვთქვათ, პოლემიკაში კი აღარ შემოდიან. უკვე სხვებით საუბრობენ ნეიტრალიტეტის სიკეთეზე. ეს ძალიან კარგია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სანახევროდ ნათქვამის სიმართლე შეიძლება უფრო სასში აღმოჩნდეს. უფრო დიდი ბოროტება აღმოჩნდეს. კი ბატონო, მის უკან დამალული ის რამაც შეიძლება გარკვეული საფრთხეები მოიტანოს. რა თქმა უნდა. წეგან მე თქვი, კი ბატონო, ნეიტრალიტეტი რომელ ფენას აწყობს, თქო და უნდა. შვიდობა და ნეიტრალიტეტი რა თქმა უნდა პირველ რიგში დაბალ ფენას რუსეთ-უკრაინის ომის ამბავის მოიტანა, ხო მაგალითად. ჯემალი არსებობს გარკვეული ფენა, რომელსაც ნეიტრალიტეტი არ შეიძლება აწყობდეს და პირიქით. მას ურჩევია, რომ თვითონაც და მისი ქვეყანას, აი სადაც ფინანსური ცენტრებია თავმოყრილი, იქით იყოს ორიენტირებული, იქით იყოს გადახრილი, იქით იყოს ჩახუტებული. რა თქმა უნდა. ეს სხვაგვარად ვერც იქნება, ის მისი ბუნებრივი პირადი ინტერესია, ფინანსური ინტერესია, ეკონომიკური ინტერესია. კიდე სხვათა შორის არის კიდე რამე იცი დავამატო ჯემალი, ხლა ნეიტრალიტეტი, მაგრამ იმას რაზეც ხელი მოწერილი, რაზეც ხელი აქვს მოწერილი უმრავლესობას და აღარ ახსოვს უმრავლესობას. და გვავიწყებენ
ყველასთან თანაბრად კეთილმეზობლურად. ეს კი ნეიტრალიტეტი, კეთილმეზობლური ცნობიერება, იგივე. კეთილმეზობლურობისკენ და არა ლანძღვაგინები, თუ რუსეთი ვაგინოთ, იქით ამერიკა და ევროპა. ეს გზა რა და რა თქმა უნდა არის ფენა, რომელსაც მოტაცება, ვიტაცება უნდა და მთელი ის და სხვათა შორის ეხლა ეს ნაკადები აზიიდან რატომ მოდის ეს ხალხი? სხვადღა ტექნოლოგიები სხვანაირად არის მთელ სოფლიოში გავრცელებული. რატო ამ ხელა ნაკადები დაძრული? კაპიტალიზმი იწევს მაგას. იმიტომ იქაც კაპიტალიზმი, იქაც რესურსი მითვისებულია ცალკერძად, იქაც ჩამოცილებულია ეროვნულ რესურსს, რომელსაც გარკვეული კორპორაციები მოიხმარენ და კიდევ უფრო მდიდრები ხდებიან. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდუსტრია ომია კორპორაციებისთვის, ამიტომ ეს წარმოქმნის ტოლვილების უსაზღვრო ნაკადებს. რაც გარკვეულ პერიოდში ეს მათთვის მისაღებია და აუცილებელია. აბა როგორ უნდა მოსპონერები, როგორ უნდა აურიონ ერთმანეთში? ქართველს დაუშვათ არაბით გაანეიტრალებენ. არაბს მერე სხვანაირად გაანეიტრალებენ. ანუ მერე თვითონ როგორც არის. ეს ნაკლებს საინტერესოა. ეს გეგმა არის დამღუპელი, უკვე ჩავარდნილია მსოფლიო მასშტაბით. ეს სხვა არის კიდე, სხვა თემა არის. კი ბატონო. მაგაზეც შემდეგში მოგვიწევს. ალბათ. ხო, ესე იგი ფორმაცია რომელიც აიძულებს ადამიანს რომ დატოვოს საკუთარი სახლი, საკუთარი სამშობლო და წავიდეს სხვაგან თავის გადარწარჩენად მონური შრომისათვის. აი როგორ არის აწყობილი. ადრე თუ ტრიუმფებში ყრიდნენ და ძალით მიათრევდნენ აფრიკიდან. ეხლა შენი ფეხით გარბი ხარ. აი სიბრძნე და სივერაგე რაშია. და რაზე გვაქვს დაბრმავებული თვალები და ყურები ვერ გვესმის ეს როგორი ფორმაცია. თვითონ აკეთებს ამას. და ჯამში ანადგურებს ერე პატარა ერეს პირველ რიგში მრავალი ცხონს ცოტა ისეძლება რა მე გადავლის უყურებად ინდოელმა შეიძლება კი იფიქროს აქ მაგის რესურსიც და ასე შემდეგ მაგრამ მცირე რიცხოვანი თეთრი რასა აკრება ეს კაპიტალისტური ძარცვა სწორად თქვი შენ კაპიტალისტური ძარცვა გლეჯვა ეს ფორმაციული ეს ნეგატიური მდგომარეობა რომ არ იყოს გაბატონებული ცხადია ის ხალხებიც რომელსაც ჩვენ შევივართ ახლა რომ ჩვენი გადაჯიშება მიდის და განქართველება მიდისო თავის სამშობლოდან არავის არ უხარია აღარა და გაქცევა იმ თავის ქვეყანაში ექნებოდა ნორმალური საცხოვრებელი პირობები და ისიც იქ დარჩებოდა თავის ქვეყანაში საცხოვრებლად როგორც ქართველიც აქედან არ აიყრებოდა და არ წავედოდა ამ არსებულმა ფორმაციამ კაპიტალიზმმა ამ კაპიტალისტურმა ძარცვა გლეჯვამ აი მსხვილი კორპორაციების და კომპანიების გაუმაძღარმა მადა და ძარცველულმა პოლიტიკამ მოიტანა ის რომ იმ უბრალო მოსახლეობას ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვს და წერან ჩვენ ავრეშით კიდევაც ზოგი იქნებს $3-5 სამუშაოდ მოდის რომ ეგე პური და რაღაც ის ელემენტარული მაინც სადამდეა მისული დარჩენი იზოლებულია მოიპაროს და ძარცვა და კლიმატური საკითხი როგორც ამოწმებენ კი არსებობს უკვე კი ბატონო ძალიან ბევრი კლიმატის მართვის გარკვეული სამხედრო რესურსი არსებობს ამობდნენ და მისი მოქმედების არეალში საქართველოს მოხვედრილია როგორც ჩანს და ვიყავით გვალვები გლავდა გვახჩობდა სერიოზულად მიდიოდა ლაპარაკი თეირანში 15 მილიონი ადამიანის გადასაყრდო წყლები შაშანდელი ზაფხული იყო მომაკვდინებელი და არა მარტო შაშანდელი განსაკუთრებით და მას შემდეგ რაც ის მაღალტექნოლოგიური ცენტრები დაბომბა ირანმა და გაანადგურა გამწვანდა ირანი დუბაიში ის მაღალტექნოლოგიური სისტემები რითაც ხდება ტენის გამოცლა და ბუნებრივად არსებული ტენის გადაადგილების ზღვიდან და ამ შემდეგ რა ამისი წაშლის ტექნოლოგიები საკმაოდ განვითარებულია და ამ უშუალოებელ გეოპოლიტიკურ ომში უზარმაზარი რეგიონი ეფრატი და ტიგროს და დაშრობამდე მიიყვანეს რამის და მთელი მახლობელი აღმოსავლეთი საშინელი კატასტროფის წინაშე იდგა ახლა უნდა დავთხევა თუ არა სადმი მიყავს რატო ხდება? იმიტომ რომ ვერ ძღება რა, ტრილიონერი ხოა მეორეც უნდა იყოს და სოფლიოს უნდა მართავდეს და ამიტომ არა უჭირს სისტემურად, ფორმაციულად თავის ტექნოლოგიებით უდაბნოდ გადაგაქცევს გარკვეულ პერიოდებამდე.
რომ აქ ყაროს და ასე შემდეგ. აი ეს ამბებია. არსებული სისტემისთვის ადამიანს ჩალისფასიც რო არ აქვს, ეს უამრავი მაგალითი დასტურდება და მტკიცდება, ამაზე საუბარიც აღარ არის. მადლობა მოუხადოთ ჩვენს მენელს. დიდი მადლობა. ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე გეშვიდობებით. მადლობა ყურადღებისთვის.